სახლში ვარ. არ მესმის, ეს აქ რას აკეთებს და დიანა სად არის? ღმერთო ჩემო, ესენი ვინები არიან? რა საშიშები არიან? ვაიმე, მგონი ვიღაცები არიან ჩვენ სახლში. ეს დიანას მეგობარი არ არის. კარგი და კითხვა არის, სად არის დიანა? დამშვიდდი დანა, ახლა დიანა უნდა ვიპოვოთ. ყველაფერი გასაგებია, ფართი ჰქონდათ. გოგოებო, ადექით. ვაიმე, სიზმარი იყო. დანა, შენ და მშობლები? რა, დანა? აქ რას აკეთებ? დიანა, ვინ არიან შენი ფერმკრთალი მეგობრები? გოგოებო, გაიღვიძეთ, პრობლემა გვაქვს. პრობლემა? დანა, შენ მშობლებთან ერთად არიყავი ქალაქ გარეთ? დიანა, მშობლები წავიდნენ ქალაქ გარეთ, მე მეგობრის სახლში ვრჩებოდი და ახლა დავბრუნდი. სასაცილოა. დიანა, ახლა რა უნდა ვქნათ? რა ცუდია. დანა, ახლა დიდი გოგო ხარ, ჩვენ მშობლებს არ ეტყვი, ხო? დიანა, მშობლებს არ ვეტყვი, მაგრამ შენს მეგობრებს უთხრა, რომ აუზში სუფთა დატოვონ, იქ უნდა ვიცურაო. დიანა, ამის შესახებ იცოდი? არა, არ ვიცოდი, რომ წოდნო და აქ ხო არ მოგიყვანდით. იმედი მაქვს დანა შენ მშობლებს არ ეტყვის. არ ეტყვის ნასია, უკვე ნორმალური დიდი ბავშვია. კარგი, წავიდეთ, მოემზადოთ, გავაღვიძოთ სხვები. ხო, ახლა ფართი უნდა გქონდეს აუზთან. გოგოებო, პირველი მე დავიბან. დიანა! ლეილა, მომწერეს, რომ ყველაზე მაგარი გოგოები ვართ. მართლა და ჩემზე რამე დაწერეს? კი, ლეილა, რუსლანმა შენ მოგწერა და გლებმა მე, მაგრამ ჩვენთან ვერ მოდიან. არა უშავს ჩვენთან თუ ვერ მოდიან, ჩვენ მივალთ მათთან, გამომყევი. ბანი, თქვენ სპეციალური მოწვევა გჭირდებათ? მგონი გასაგებად თქვენს რომ დღეს მივდიოდით. აქ არ არიან ნანა, იქნებ ძინავთ. ბანი, გაიღვიძეთ. აქაც არ არიან. აქ არ არიან, მაგრამ რაღაც წერილია. ფართიზე წავედით, ბოდიში რომ არ წაგიყვანეთ. დამღალეს რა, სად წავიდნენ? წამო მასწავლებელმა იქს ვუთხრათ. კოსტა, გაღვიძების დროა, ბლინებს ვაკეთებ. კოსტა, ნუ გძინავს. კოსტა, არ მესმის? აღარ გიყვარს ბლინები? ვერ გავიგე, მართლა აღარ გიყვარს ბლინები? ბიჭებო, გაიღვიძეთ. არ მესმის, სად არის ყველა? ზალინა, წავედი, რუჯს როცა მივიღებ, მაშინ დავბრუნდები. რა, სად წავიდა? ყველა წავიდა? კოსტა, ძალიან გამაბრაზე. კოსტა, არ მესმის. მოიცადეთ, ყველა მიმატოვა? კომბეშოები აქ არიან, ლუზერები აქ არიან. აქ ვართ, ჩვენც აქ ვართ. მასწავლებელმა იქ ყველას ვხედავ ბაჭიების გარდა, არ მოდიან? აქ სახლში მარტო დარჩენას აპირებენ? კალათბურთელებო, თქვენი ბაჭიების გარეშე ვერ იწნარდებით. უკვე გავაგზავნე იანა და ლეილა და მალე დაუძახებენ. ჯანდაბა, ტომას, სად ხარ? უკვე მივდივართ, მეგონა აღარ მოდიოდი. არა, მოვდივარ. კარგი, ყველა შეკვეთა მზადაა. ისა შესთავაზე? უი, დამოვიწყდა. მიდი, შესთავაზე. ბავშვებო, ვის უნდა ბურგერი და ფრი მგზავრობისთვის? გრძელი გზა იქნება, საჭმელი დაგჭირდება. აბა გოგოებო, ფული დავდოთ ბურგერებისთვის. ხო, 4 ბურგერი გაგვიკეთეთ და ჩვენ ფრი გვინდა. გოგოებო, ბაჭიები სად არიან? არ გააღვიძეთ. მასწავლებელმა იქ გაიქცნენ. ბანი არ არის, მაგრამ წერილია. წაიკითხეთ ბიჭებო. ჩვენ წვეულებაზე წავედით, ბოდიშით რომ თქვენც არ წაგიყვანით. გონი ვიცი, სადაც შეიძლება წასულიყვნენ. ხო, მეზობლებთან. იმ სახლში სულ არიან, ეს განსხვავებულია. მასკოტ, შენი მეგობრები სად არიან? მასკოტი რაშუაში, არც მაგადი დედა ვარ და არც მამა. უბრალოდ მეგობარი ვარ, სადაც მიდიან ყველაფერს არ მეუბნებიან. შეიძლება რაღაც ვთქვა, მოდით ბანის არ დაველოდოთ და უბრალოდ წავიდეთ. ხო, მართალია, წავიდეთ. მე და ჯული ყველაზე დიდ სასწრაფოზე უნდა ჩამოვსრიალდით. ჯანდაბა, ბანისთან ყოველთვის პრობლემაა. ტომა, სკეიტბორდი იყიდე? არა, დიდი ხანია მოქვს, უბრალოდ დღეს გადავწყვეტე გამოყენება. მაგარია, ჩემი შეყვარებული სკეიტერია, მასწავლი? მეგობრებო, შევუკვეთეთ, ფრი და ბურგერები უკვე მზად არის. ტომას და მე სენდვიჩები გვინდა. მასწავლებელო მაიკ, მოდის უკვე ავტობუსი. რას ვაკეთებთ? ბანის არ ველოდებით? სანამ არ გავიგოთ, ბაჭიები სად არიან, ვერ წავალთ. მასწავლებელმა იქ უბრალოდ ზომებთან წავიდეთ, დარწმუნებული ვარ იქ იქნებიან, ნახავთ. არ მისფის, სად წავიდა ყველა? მარტო მე დავრჩი. სად არის ყველა? აქ რამე საჭმელი არის საერთოდ?
ები მიხარია რომ შენც აქ ხარ, მეგონა სახლში მარტო დამტოვეს. რა, ეგ ვის რაში სჭირდებოდა? ცარიელია. ეს ხო დიანას სახლია, საჭმელი რა თქმა უნდა არ იქნება. გამარჯობა, თომასი უკვე მოვიდა. ჯერ ისე უგვეძინება. ჩვენი გოგოები სად არიან? რამეს შევჭამდი ახლა, ძალიან მშია. ეგ სახლში, აქ საჭმელი არ არის. პიცა ხო არ შევუკვეთოთ? ხო, ჩვენ ბროკოლის პიცა გვინდა, არსებობს საერთოდ. დილა მშვიდობის. დიდი პრობლემა გვაქვს, დიანას პატარა და დაბრუნდა. მაგრამ არ ინერვიულოთ, მაინც მოხდება ფართი, უბრალოდ მშობლებს არ ეტყვის. რა თქმა უნდა, მაგარია, მაგრამ გშია. ხო, უკვე მუცელი მელაპარაკება, კოსტა ცარიელი ვარ. კოსტა, აქ იმისთვის მოხვედი, რომ ჭამო? ხო, კარგია მინდი და აუზი გველდება. აბა ვის უნდა აუზში? კარგია, წყალს მაინც დავრო და მუცელს რამით მაინც შევისებ. და მუსიკა იქნება? რა თქმა უნდა. კარგი, წავიდეთ სახლში არ დარჩეთ. წვეულება, ნეტად უგვეძებენ იმ სახლში. ნასტია, ალბათ გვეძებენ, მაგრამ მოდი ამაზე არ ვფიქროთ, ფართი გვაქვს. ვა, გამარჯობა, მე უკვე დაბრუნდი. გამარჯობა დიმა, კი დავრუნდი. აუ, შეგიძლია ჩემი ჩემოდანი წაიღო სახლში და ოთახში ამიტანო, ძალიან ძიმეა, მართლა. არა, მე ჩანთების მატარებელი არ ვარ, ამიტომ ბოდიში, კარგად. აუ, ვიცოდი რომ დიმა უხეში იყო. მოგლეთ კალათბურთელებო, თქვენთან ერთად წამოვალ მეზობლებთან და გოგოებს წამოვიყვან. მასწავლებელმა თქვენი წამოსვლა საჭირო არ არის, თუ არ გინდათ. მივდივართ. აბა, არ მივდივართ აკვაპარკში. თუ შეიძლება ჩემი მანქანით წამოვალ. მოგესალმებით, მე დავრუნდი. გამარჯობა მერი. ძალიან ხარია რომ დავრუნდი. ნეტა საერთოდ არ დაბრუნებული. კალათბურთელებო, ისევ აქ რატომ ხართ? კარგი, მორჩა მივდივართ. მერი, აქ მოდი. გამარჯობა მასკოტ. ბაჭიაჩი ლიდერები სადღაც წავიდნენ. მასკოტ, სად წავიდოდნენ? აქ ყველაფერი დაცულია. ალბათ თავიანთი შეყვარებულების სახლში არიან გვერდზე. არ მგონია, გუშინელი ღამის მერი არ მინახავს. მასკოტ, მერი, მოჰიტო ხომ არ გინდათ? კი, პიცა გთხოვ, მოჰიტო. მოგლეთ, მეგობრებო, არ დაიშალოთ, კალათბურთელები ბაჭიებს მალე მოიყვანენ და ეგრევე წავალთ. ეს ნორმალურია, ბანის გამო რატომ უნდა დავაგვიანოთ? ხო, გვაჩერებენ. უკვე მინდა რომ სასურაო კოსტუმი ჩავიცვა და ჩამოვსრიალდე. ბროსტი, ახლა შემიძლია სურაობა მინდა. თული, როგორი სასურაო კოსტუმი უნდა ჩაიცვა? ბროსტი, 2 ნაწილიანს. მოგლეთ, მეგობრებო, ახლა ვაკაკუნებთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ აკვაპარკში მივდივართ და მათ გარეშე ვერ წავალთ. ამიტომ აუცილებლად უნდა წამოვიდნენ. ხო, და უთხრათ, რომ მასწავლებელმა იკიცელოდება და ძალიან გაბრაზებულია. ხო, უთხრათ, რომ ჩაალაგონ სასურაო კოსტუმები და ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. არ მესმის, აქ რას აკეთებენ? რა დავაშოვეთ? აქ მოსვლის მიზეზი არ გაგვთ და სად არის ჩემი კოსტა? მომისმინე ზალინა, შენ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ. ჩვენ რატო უნდა ვიცოდეთ შენი კოსტა სად არის? ჩვენ ბაჭიების გამო მოვიდით. მთელი სახლი მათეულდება, უნდა წამოვიდნენ. აქ არანაირი ბანი არ არის. ჩემი საყვარელი ძმები წავიდნენ, კოსტაც წავიდა, არავინ არ დარჩა. აბა სად შეიძლება წასულიყვნენ? იქნებ ბაჭიები და ზომბები სადღაც წავიდნენ. წერილში რა ეწერა? წერილში ეწერა გასარუჯად მივდივარ და დაუბრუნდები. მეტი არაფერი. ესე იგი კოსტაც იქ არის, სადაც გოგოები არიან და კოსტასაც შეიძლება იყოს. დიანას სახლში მშობლები წასულები არიან. ესე იგი აუზთან გართობა მოუნდათ. რა უნდა ვქნათ? წავიდეთ და მასწავლებელმა იქს უთხრათ. დამღალა ამ ბანიმ, დამიბრუნონ ჩემი კოსტა. ისე რომ იცოდე შენი კოსტა არ გვედარდებს. განსაკუთრებით ამ რაღაცის მერე. კარგად ზალინა. გთხოვთ კოსტას თუ ნახავთ უთხარით რომ ველოდები. დიანა, შეგიძლია ლურჯიან ვარდისფერი საცურაო კოსტუმი მათხოვო? კნოპა, დიანას მაღაზია კი არ აქვს. რაც მოგივა ის ჩაიცვი. გოგოებო, ვარდისფერი, იასამნისფერი და ესეთი მაქვს. მე ვარდისფერი მინდა, მაგას ჩავიცმევ. კნოპა, იასამნისფერი უფრო მოგიხდება. ვარდისფერი მინდა. კარგი, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა. ნეტა ვინმე თუ გვეძებს იმ სახლში გოგოებო. დარწმუნებული ვარ გვეძებენ. კარგი, არავინ არ იცის სად ვართ, არავინ არ მოვა. გოგოებო, გამოვიცვალოთ და საცურაოდ წავიდეთ. აუზი არ მინახავს 2 თვეა იმ სახლის გამო. ხო. აბა მეგობრებო, გვახსოვს ყველა წესი. ხოვთ, წესიერად მოიქეცით. თორე მეორედ აღარასდროს აღარ წავალთ. ეს ჩვენთვის არ არის, ჩვენ ვიცით კარგად მოქცევა როგორ უნდა. ხო, ავიდეთ ავტობუსში. მე ჩემი კოსტუმი უნდა გამოვიცვალო და ხო მოგდრო. ამით აკვაპარკში ვერ ვიბანავებ. მეგობრებო, ვიც ბურგერები, ფრი და სენდვიჩები შევუკვეთეთ, ყველა მზადარი და შეგიძლიათ წაიღოთ. მოდით და აიღეთ, ყველა საწერია ვისია. ხო გაიგონეთ, აიღეთ თქვენი საჭმელები. მასწავლებელმა იქ ბაჭიები ვერ ვიპოვეთ. ხო, კარგი ამბავი არ არის. სახლში არც ერთი არ არის. აბა პოლიცია უნდა გამოვიძახოთ? თუ მათ მშობლებს დავურეკოთ? მოიცადეთ, ესე იგი ბაჭიები ჩვენ ტერიტორიას გაცნნენ. ხო, ზომები და ბაჭიაჩი ლიდერები ყველანი დიანას სახლში არიან. მშობლები წასულები არიან და ყველანი რა თქმა უნდა ერთობიან.
ვა, მაგარ რაღაცას აკეთებენ. ხო, უკვე მაღიზიანებენ. ყოველდღე სხვადასხვა ადგილას მიდიან. აბა მასწავლებელმა იქ შეიძლება ახლა მაინც წავიდე. ავტობუსი დამეწევა. დიმა, გაჩერდი. არა, უნდა წავიდეთ და ბაჭიები დავიფუნოთ. მე მათზე პასუხისმგებელი ვარ. ანუ გაუქმდა ეს? რა მაგარია. აუ, ვინდა წასვლა? მოკეთ, აკვაპარკში წასვლა გაუქმებულია. პროგრამა მერე წავალთ. მე, ლეილა და იანა ახლა უნდა წავიდეთ და ბაჭიები დავაფუნოთ. მასწავლებელმა იქ ჩვენს სამოვალთ. არა, თქვენ აქ უნდა დარჩეთ და გომბეშოებს, ლუზერებს და საერთოდ ყველას ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაიგეთ ალბუთელებო. ლუზერებო, ცუდად არ მოიქცეთ. დაუბრუნდებით და შევამოწმებთ. გასაგებია, წავიდეთ და გავანადგუროთ ოთახი, ბანის გამო დავრჩით აქ. კარგი მასკოტ, მე ამოვალაგებნივთებ. კარგი გამოუცვლი, დღეს ვარჯიში მაინც არ იქნება. აბა რას ფიქრობთ, ბანიმ ჩაგუშხამა ყველაფერი? რა თქმა უნდა. წავიდეთ ვჭამოთ ჩვენი ლანჩი. წავიდით. აბა გოგოებო, არ წავიდეთ? წავედით. მასწავლებელმა ჩვენს გვიდა რომ წამოვიდეთ. არა კალათბურთელებო, თქვენ აქაურობას უნდა მიხედოთ. მასწავლებელი მაიკის ერთადერთი იმედი ხართ. ხო, მეგობრებო. კარგი, ესე იგი ჩვენ აგვჩებით. ახლა ყველა ლუზერი სტრიქონში იმოძრავებს. მე ლუზერი არ ვარ, ფეხბურთელი ვარ, ამიტომ არ სტრიქონში ვიმოძრავებ, არც თქვენ დარიგებაზე. კალათბურთელებო, რამე რო ჭამოთ არ გინდათ? ბევრი საჭმელი გვაქვს აქ. მაგარია, წავედით. გინდა სკეიტბორდის ტარება გასწავლო. კარგი, მოდი. ეს ბანი აღარ შემიძლია, ძალიან მინდოდა აკვაპარკში წასვლა. კარგი, წავიდეთ. მალე მოვლენ და წავალთ. ხო, და რომ მოვლენ, დარწმუნებული ვარ, მასწავლებელი მაიკი ეჩხუბება. ხო, იმსახურებენ. კარგი, ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სურათი დავაკროთ. ხო, ეს კარგად მაგრძნობინებს თავს. ბანიზე უკეთესი ოთახი უნდა გქონდეს. გოგოებო, ამას მივცემთ, როცა აკვაპარკში წავალთ. ხო, და ინანებენ, რომ დღე ჩაგვიშხამეს. ვანანებთ. აბა რაფერის განათება გინდა? ლურჯი? მწვანე, აბა ვის უნდა აუზში ჩასვლა? ვინ გაბედავს? არა, მე არ მინდა, ცოტა მცხონია დასაცმლის გახდა, იმიტომ რომ ჯერ კუნთები არ გამისდია. არ მინდა გნობა მასეთი მონახოს, მგონია რომ დამცინებს. ხო, ზოგადად ვიცოდი, აი მე არ მცხონია, დიანა მოვა და მე ერთად რო ვცურავთ. მოიცა, გვაქვს ჩასვლის უფლება. ხო, მთავარია ფრთხილად ვიყოთ, მე უნდა ჩავხვდე. მოიცა, ჯერ არ იჩქარო. ბიჭებო, მზად ვართ, საცურაო კოსტუმები ჩავიცვით. აბა ვიცურაოთ? გოგოებო, თქვენ საცურაო კოსტუმები გაცვიათ და მე ეს, რამე ზედმეტი ხომ არ გაქვთ რომ მათხოვოთ? მისმენთ მწვრთნელოები, ჩვენერი რომ იყოთ, ალბათ გათხოვდით, მაგრამ არაჰიგიენურია, რომ ზომბებს ვათხოვოთ ჩვენი კოსტუმები. ხო, ეს კი ხდებათ. გასაგებია, აბა რამე მთხოვეთ იმ სახლში რომ დაუბრუნდებით. კოსტამ მზად ვარ, მოდი ხარ? არაები არ გავრისკო, ჯობია ზაგარი მივიხო. გამარჯობა მეგობარო, შეიძლება ამაღამ კიდევ მოვიდე და დავრჩე? სახლში ჩემ დას ფართი აქვს. მოგვიანებით გნახავ. ზიბ, გთხოვ, მართლა თბილია წყალი, ჩამოდი, კარგად იქნები. დამიჯერე, მოგაწვევი იცოდე. მე კარგი მოცურავი ვარ. ხო, რა თქმა უნდა. მე თუ წყალში ჩავალ, დასაცმელი უნდა მეცვას. რა, ეს რაღაც ახალია, ჩემი შეყვარებული ჯინსებით იცურავებს. კნობ ან დასაცმელი ჩავალ, ან საერთოდ არ ჩავალ. ზაკ, ახლა ჩავარდები. ზაკ, ბანანი ხომ არ გინდა? არა, ნასია, მე მხოლოდ ბროკოლის და ბარდას ვჭობ. მოიცა, ეს რა არის? ბიჭებო, ეს ბანანია და ძალიან გემრიელია. გასინჯეთ, თან წვეულებაზე ხართ. მე მომეცი ბანანი. კიდევ მახსოვს ჩემი ძველი და კარგი გემო აქვს. ძალიან გემრიელია. ხო, თქვენი ბროკოლისნაირი არ არის? უკვე ძალიან მომშვიდა, ბარდასაც შევჭამდი. გოგოებო, ყველა უნდა გავაფრთხოთ, რომ ბაჭიებთან იგივე არ გაიმეორონ. მასწავლებელმა იქ ეს ბანი გამაღიზიანებელია, ცუდ მაგალითს იძლევიან. მე ვაჩვენებ მაგათ ცუდ მაგალითს. აი, ერთი მივიდეთ. შეგიძლიათ ამ დიდ ჭიშკართან გააჩეროთ? ხო, ყველაფერს ვაჩვენებთ. ცოტა ფრთხილად. რანაირად ადარებდა? გითხარით, რომ ბიზნეს კლასი გამოგეძახათ და რა პრობლემაა ეკონომიურთან? გოგოებო, კარგი შევიდეთ. ბავშვებო, ვერ ხვდები ფართი გვაქვს თუ არა, რატომ არ ცურავთ არავინ? ხო, მეგობრებო, ჩამოდით, წყალი ისე უთბილია. ბავშვებო, იმ სახლიდან გამოვიქეცით და რაღაც ხასიათზე მაინც არ ხართ. ამიტომ ან იცურავთ და გავერთობით, ან ისევ უკან იმ სახლში დავბრუნდებით, გადაწყვიტეთ. მე უკვე ჩავყვინთეთ, მაგამიშრა უბრალოდ. ები, შენ ისე მოიწინე, როგორც მე, არ გინდა რამე ერთად ვქნათ. არა. კოსტა, ებისგან თავი შორს დაიჭირე. რაც გაიგონე. დამშვიდით, რუჯი უნდა მივიღო, იქნებ ჩემი კანი დაუბრუნდეს ზულ მდგომარეობას. საკატ, ლიმონადი ხომ არ გინდა? მადლობა, კნოპ, არ მინდა. მეგობრებო, ვიღაც მოვიდა. არა, შეუძლებელია, ჩემი მშობლები ხომ არ დაბრუნდნენ იმ სახლიდან. რა სიტყვიან, ჩვენც რო აქვართ.
არა ზიპ, არ იჩხუბებენ, მაგრამ თქვენ სახეს თუ დაინახავენ, გული წაუვათ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს მივხედავ. მე გავაღებ დიანას მშობლები მიცნობენ მაინც. კარგი, ჩემი მშობლები რომ მოვლენ აქ, სახეები დაიფარეთ იცოდეთ. თუ რამე ჩემი ახალი მეგობრები ხართ. გასაგებია? გასაგებია. დიანა, ხო იცი, მე შენი მშობლები მიცნობენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. კოსტია, კოქტეილი მომიტანე, მწყურია. ესე იგი კოსტას ასაუბროთ არა, მაგრამ კოქტეილისთვის გინდა. მე მოვიდა. კოსტია, კიდევ აქ ხარ? კარგი, მეც მოვიდა. კარგი, კნოპა, არ ინერვიულო. გამარჯობა დეი და ჯუნონა. დიანას მშობლები არ არიან. ხედავთ მასწავლებელმა იქ, ხომ გითხარით რომ აქ იქნებოდნენ? კნოპა, ჩვენო საყვარელო, გააღე კარიაბა, გააღე. ანახლავე პოლიციას დავურეკავ, თოვეთ უფრო წესები დაარღვიეთ და ბანაკი მიატოვეთ. ჯანდაბარა სიურპრიზია. გამარჯობა მასწავლებელმა იქ მობრძანდით. კნოპა, როგორ მოხდა? რა, ვარსკვლავი გონია თავი? გოგოებო, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გინდათ, როცა გინდათ წახვიდეთ, როცა გინდათ მოხვიდეთ. დანარჩენები სად არიან? აი იქ აუზთან წავედით. კარგი, მესმის ჩემი მშობლები როგორ მოდიან? ყველას ხომ გახსოვთ სახე ქვევით? ზაკვითომ გძინავს. კარგი, სახეს ჩავწევ. წვრთნელოები არ შეგიძლიათ რომ უცელზე დაწვეთ? რომ სახე ქვევით იყოს. არა, ზურგი დამწვარი მაქვს. დიანას დაუჯერეთ, რასაც ამბობს. გადაბრუნდი, ჩემი მშობლები მოდიან. კარგი, მე ჩემ მშობლებს ვეტყვი, რაც უდად მეკცევით. ბავშვებო, ბოდიში ჩემი ბრალი არ არის. მასწავლებელო მაიკ, ლეილა,იანა, აქ როგორ შემოხვედით? უი, მაიკ, გამარჯობა, ნეტ არ მოსულიყავი, ფართი გვაქვს. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, ხო იცით მე ბანაკიდან არ გავპარგუარ, ისედაც სხვა ადგილას ვცხოვრობ. აბა მეგობრებო, კარგად ხართ? და ამას რა ქვია? ბანი ცუდ ბიჭებთან ერთად? თუ მეზობლებთან ერთად? ყველაფერი არასწორად გაიგეთ, წერილი დავტოვე. რა წერილი? წავედით ფართიზე ბოდიში რომ არ წაგიყვანეთ? ბანი, რის გაკეთებას ცდილობთ? გითხარით, აბა? კარგი, ახლავე პარკი ჩაალაგეთ და სახლში წამოდით. ჩვენს? არა, აქ დავშჩეთ რამდენიმე დღე და შემდეგ დავბრუნდეთ იმ სახლში. ძალიან კარგია რუჯი. მზეც ძალიან მომიხდა. რა ხდება ბაჭიებო, ისე ვახართ? ბავშვებო, ბოდიში, მაგრამ მეტი ფართი აღარ იქნება. ყველა უნდა დავბრუნდეთ უკან. დიანა, ბოდიში არ მოიხადო. დავბრუნდებით 2 დღეში. არა, ყველა მივდივართ. ბავშვებო, ბოდიში, მაგრამ ჩემს გარეშე აქ ფართი არ იქნება. თან უცნაური იქნება ჩემი მშობლები რომ დაბრუნდებიან და თქვენ იქნებით და მე არა. იჩქარეთ, გელოდებით. კარგი, მორჩა, ყველამ ჩაალაგეთ. მალე მივდივართ. ბავშვებო, წოულება დამთავრდა. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა რა უნდა ვქნათ? ნამდვილად არ ვიცი. წავედით, კარგად. ცოტა იჩქარით. გოგოებო, მალე.